ამასთან დაკავშირებით ასეთი მოსაზრება მაქვს ბატონო თემო მეპირადად. იმდენად ჭკვიანი თაობა მოდის განსაკუთრებით აი ახლა ვინც ხდება 13-14 წლის ჩემი შვილი პირადად 13 წლის არის რომ როცა გააზრებულად აუხსნი ამ ყველაფერს მიმღებულობა აქვს ძალიან კარგი. ყველა ბავშვთან შეიძლება ინდივიდუალურად მუშაობა რომ მან სწორი არჩევანი გააკეთოს. არასოდეს დაძალება, არასოდეს სტიგმის დადება არ არის სწორი გამოსავალი. სწორი გამოსავალია გაგება, მოსმენა, ახსნა, მხარდაჭერა ადამიანის იმისთვის რომ გაიგოს და ის პერიოდი ჩავლილია, როდესაც ითვლებოდა მოდად და კარგ საქციელად ცუდი ჩვევების ქონა. თუმცა ჩვენი ბოდიში გაწყვეტ, თუმცა ჩვენი ვალდებულება რომ ამ ადამიანებს, ჩვენ შვილებს დავანახოთ ის რეალური სურათი, რაც ქვეყანაში ხდება. ანუ იგივე სტატისტიკა ეს ხო ოფიციალური ინფორმაციაა, ხო? გარდაცვლილების რაოდენობა არის მეტი ვიდრე დაბადებულების. აგერ მომართვიანობა თამბაქოს ვინც ეწევა მეტი არის. ვინც არაჯანსაღ საკვებს მიირთმევს მეტი ამ ადამიანების მომართვიანობა, ონკოპაციენტები არიან მეტი და ჩვენ ვალდებულები ვართ ეს რომ გავაკეთოთ და შვილო გეტყვით ჩემი შვილები, ჩემი მეგობრის შვილები, რა ყველას ერის შვილებს რა გეტყვით რომ თქვენ ხართ ჩვენი მომავალი. და მე დარწმუნებული ვარ რომ როგორც ქალბატონმა ნაზიმ აღნიშნა, ჩვენ ძალიან ნიჭიერი თაობა გვეზრდება და თუ კარგად აუხსენით ამ ყველაფერს იგებენ და ჩვენც მაგიტო ვართ ვაგიხსნათ ხვდებით. არაფერი არ გვინდა ჩვენ არავისგან და ჩვენ გვინდა ერთი რამე რომ ჩვენი ერი იყოს ბედნიერი და იყოს ჯანსაღი და დრეგძე.